თუ ასიმეტრია გაწუხებს, დააკვირდი, ხომ არ არის შენი ზედაყბა არასწორად მდებარე. თუ ზედაყბის ძვალი დახრილია გვერდულად, ეს ავტომატურ რეჟიმში იწვევს იმას, რომ ტუჩებიც გვერდულად არის დახრილი და ძალიან ხშირად ამას თან ახლავს ქვედაყბის და ნიკაპის გვერდით გადმონაცვლება. თუ საოკლუზიო სიბრტყე დახრილია გვერდულად, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პაციენტს, ხომ არ მოუჩანს ღრძილი ერთ მხარეს უფრო მეტად და მეორე მხარეს უფრო ნაკლებად. თუ ასიმეტრიის მიზეზი არის ის, რომ ზედაყბის ალვეოლური მორჩი უფრო მაღალი გაიზარდა და საჭირო არის აი ამ ქვევით ჩამოწეული კბილების ზევით აწევა, ეს ძალიან მარტივად მიიღწევა მინი იმპლანტების დახმარებით. მინი იმპლანტს ვახრახლით ძვალში და ვახრახლით ორივე მხარეს. არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეს ჩავახრახლოთ მინი იმპლანტი, ეს კბილი ავტომატურ რეჟიმში არ აიწევს. მაგრამ თუ ჩვენ ჩავახრახლით მას როგორც ლოყის მხარეს, ასევე სასის მხარეს და მივაწვევით ორივე მხრიდან, მაშინ ეს კბილი ვერტიკალურ ძალას მიიღებს, ვერტიკალური მიმართულება ექნება ამ რეზინის ჭიმებს და აიწევს. და დახრილი საოკლუზიო სიბრტყე, როდესაც ეს დახრილია გვერდულად, ეს მოლარები ჩამოწეულია, აიწევს და საოკლუზიო სიბრტყე გახდება სიმეტრიული. გახდება შედარებით ჰორიზონტალური, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოასწორებს ტუჩების პოზიციას და ტუჩებიც გახდება სიმეტრიული, რასაც ძალიან აფასებენ ჩვენი პაციენტები და მარტივად ამჩნევენ სხვაობას ასიმეტრიულ ტუჩებსა და სიმეტრიულ ტუჩებს. ახლა რაც შეეხება იმას, რომ თუ პაციენტს ნიკაპი აქვს გვერდით გადანაცვლებული, მაშინ გვაქვს გადაღებული 3D რენტგენი დიდი, სადაც მოსჩანს სახსარი, ასწვრივი ტოტი, ქვედაყბის სიგრძე, ზედაყბა და ქვედაყბის ურთიერთმდებარეობა და ჩვენ ვადარებთ, ხომ არ არის ასწვრივი ტოტი სხვადასხვა სიმაღლის. თუ ერთ მხარეს ასწვრივი ტოტი შედარებით მაღალი არის და მეორე მხარეს შედარებით დაბალი, მაშინ ასეთი ასიმეტრიის მკურნალობის გზა, ერთადერთი გზა და ერთადერთი ვარიანტი არის, როდესაც ჩვენ ორთოგნათიური ქირურგიისთვის ვამზადებთ პაციენტს და ქირურგი უცვლის სიმაღლეს. ასევე შეიძლება ეს ასწვრივი ტოტები იყოს ერთი სიმაღლის და თვითონ ქვედაყბის სიგრძე იყოს სხვადასხვა სიგრძის. აქაც ანალოგიურად ქირურგიული ჩარევით ხდება ასეთი ასიმეტრიის გასწორება. არის კიდე ასეთი შემთხვევები, როდესაც თვალებიც კი ასიმეტრიულად დგას. აი მაგალითად, სადაც გრძელი არის, ქვედაყბის სიგრძე გრძელი არის ასწვრივი ტოტი, ამ შემთხვევაში თვალი შედარებით მაღალზე დგას. და აქაც ორთოგნათიური ქირურგია არის გამოსავალი, როდესაც მოკვდება აი ეს გრძელი მხარე, თვალები დგება შედარებით სიმეტრიულად.